დღესასწაულები დასრულდა, ბევრი წუწუნებს თუ როგორ თქვა, წუხს რომ ცოტა მოიმატა და რა ვქნათ, როგორ გავუმკლავდეთ აი ამ ცოტა ჭარბწონას. დაგამშვიდებთ. ეს არის ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯი, ეს არის სითხე შეკავებული ორგანიზმში. და თუ სწრაფად დავფიქთებით, დავშვიდდებით და დავგეგმავთ, როგორ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი სავალალო მდგომარეობა, გამოცდილდება. და როგორ უნდა გამოვასწოროთ? აი რას ურჩევთ? ეს უკვე კარგი ინფორმაცია, რომ ეს არ არის ცხიმი. აი რა უნდა ვქნათ? კილოგრამები ეს ყოფილა შეკავებული. ერთი კითხვა გამიშთა, ჯერ სანამ გადავალთ იმაზე რა უნდა ვქნათ. რატომ არის წყალი, შეკავებული წყალი და არა ცხიმი? იმიტომ იმდენი საკვები მივიღეთ და მათ შორის ცხიმიანიც, რომ აი ეს როგორ გავაქარწყოთ, მაინც შინაგანი რწმენა, რომ ეს ცხიმია და ზედმეტი კილოგრამები არის. ცხიმში სითხის შეკავება იწვევს მოცულობაში გაზრდას, შეშუპებას, ამას გარდა ცოტა არის ჰორმონალური დისბალანსიც და ღვიძლი იტვირთება. ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი რაც უნდა ყველამ გავითავისოთ, რომ ღვიძლს უნდა დავეხმაროთ და ეს ხდება არა კვების და რაციონის გამკაცრებით, არამედ ღვიძლის ეგრეთ წოდებული დეტოქსით. ანუ სითხით დავიტვირთოთ, სითხე კარგია თუ ოთახის ტემპერატურის იქნება და დიდი რაოდენობით, თუ სითხე არ უყვარს ადამიანს წყალი, მაშინ შეუძლია ერთი მუჭა რაღაცა კენკრა ან ციტრუსი, თუ რა თქმა უნდა ალერგიული არ არის, მოათავსოს საღამოს და დილით ის უფრო სასიამოვნო დასალევი ხდება. ჭიქაში მოათავსოს თუ როგორ 2 ლიტრა სითხეში, რომელიც უნდა ავითვისოთ მეორე დღეს. ეს რა კარგი რჩევაა. შეზღუდვები არ გვაქვს პირადი ექიმი. სითხეს შევეხეთ, მე ძალიან მიყვარს დილით რომ ვიხუცებ ცხელი წყლის დალევა და უკვე ძალიან დიდი ხანია ამას მივეჩვია. რამდენად კარგია. თუ პრაქტიკულად ჩამთელი ხართ დარწმუნებული ვარ სასურველია ესე კი ბატონო, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად სისტემა ჩაერთოს ვეძახით ექიმები ამას. ანუ რეკომენდირებულია. ოთახის ტემპერატურით მისაღებია, ზაფხულში ცოტა უფრო გრილი. ანუ თქვენ როგორი უფრო კომფორტულია. მაგრამ ეფექტი ერთი აქვს, ხელს თბილს და ცირს. ერთი აქვს კი, იმიტომ რომ როდესაც ორგანიზმს უსმენთ, აი მაგალითად თაკოსთვის ცხელია, ხო? ჩემთვის მაგალითად უფრო გრილია სასიამოვნო. ზოგჯერ არის ისე, რომ ნავლის ბუშტი სუსტია, ანატომიური თავისებურების გამო და ცხელი არ სიამოვნებს, ან ლოწოვანი გარსია გაღიზიანებული და ცხელი არ სიამოვნებს. ამიტომ პირველი რჩევა ჩემგან არის, რომ მოусმინეთ ორგანიზმს. და ორგანიზმი როგორც გიკარნახებთ, თავარია დილით წყალი მიიღოთ უსმოს. და ასევე მინდა შევეხო, რადგან გადავედით ამ თემაზე, ხო ძალიან მოდაში არის როდესაც ხანგრძლივად არ იკვებებიან და ბოლო დროს ამოვიკითხე, ეგრეთ წოდებული ფასტინგი და ბოლო დროს ამოვიკითხე 72 საათი შიმშილი ფაქტიურად. რამდენად რეკომენდირებული არის და შეიძლება თუ არა ესე უცბად გადავწყვიტოთ ამის ჩატარება ორგანიზმისთვის? პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, როგორი მდგომარეობაა ჩვენი ორგანიზმის. ანუ ერთხელ მაინც უნდა იყოს სერიოზული კვლევები პირად ექიმთან, გასტროენტეროლოგთან, ენდოკრინოლოგთან. ნუტრიციოლოგი ყოველთვის ბოლო ეტაპია, როდესაც აჯამებს ყველა ვიწრო სპეციალისტის სხვადასხვა რჩევებს და გამოაქვს საბოლოო ვერდიქტი. მაგრამ რა არის იცით თაკო, დღეს იმის გამო რომ ბევრი პროფესიონალია გადაცემების სწორად არის და ძალიან სწორი რჩევებია ინტერნეტშიც ბოლო-ბოლო ხელოვნური ინტელექტის ბევრ კარგ რჩევას იძლევა ასე რომ საერთოდ ზოგადს, მაგრამ ჩვენი თავარი გამოწვევა არის ის, რომ ინდივიდუალურად ამ რჩევებს ვერ ვირგებთ ჩვენ. ანუ როგორ უნდა დავგეგმოთ. აი არის ვიცი დასაწყისი მაგალითად პაციენტი მეუბნება და ვიცი დასასრული. მინდა დავიწყო, ვარ მოტივირებული თუ გინდა დამინიშნეთ გამოხტილი წყალი და მართალია გულწრფელია და იცის რომ მაგალითად უნდა დაიკლოს 18 კილო რაღაცა თვეების შემდეგ. მაგრამ შუა პერიოდში, როდესაც დაუბრუნდება მადა, როდესაც ექნება შფოთვა, როდესაც იქნება მაგალითად მივლინება ან რაღაც ასეთ პერიოდში ძალიან ეკარგება мотиваცია და ამ დროს ხდება
თვითგვემის მთავარი, აი როგორ იცით, ვაიმე ესე იგი მე ვერ შევძელი, ამ ექიმთან ყველამ დაიკლო, აი რაღაცა თვითგვემაში. ფსიქოლოგიურია ალბათ ესეც არა. ეს არის ფსიქოლოგიური. ამიტომაც შეიქმნა ის პროექტი, ჩვენი ერთობლივი პროექტი, მე და ნანიკო შონიას პროექტი ფსიქონუტრიციოლოგი. როდესაც დღეს განსაკუთრებით მაპატიეთ მამაკაცებთან, მაგრამ ქალებია დიდ გამოწვევაში. სამსახურში უნდა იყო მოწოდების სიმაღლეზე, სახლში უნდა იყო არაჩვეულებრივი დედა, კარგი მეუღლე, ზრუნველი შვილი და კიდევ მეგობრებისთვის ძალიან ყურადღებიანი. ამას გარდა უნდა გამოიყურებოდე არაჩვეულებრივი. ხო, მაგრამ არ გევალებთ სახლში იმდენი რამ რაც სოციალურ ქსელში ყველაზე დიდ გვემაში არის ქალები, იმიტომ რომ არასოდეს არ გამოეპარებათ არავის +5 კილოგრამი, ისო ცოტა უკვე ნაოჭები. ანუ მაინც ქალებზე უწოლოს და რა უნდა ვქნათ ამ დროს? ამ დროს ჩვენ იმის გამო რომ კომპლექსური მიდგომაც არ არის მატერიალურად იაფი, უნდა დავგეგმოთ სტრატეგია. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ექიმთან ერთად ტანდემში. და ფსიქოლოგთან ერთად ტანდემში და აი ეს ჩვევები უკვე გვაძლევს რაღაც ცოდნას, რომ ჩემი სხეულის ენა მე ვიცი და ეს არის როგორ იცით, როგორც ცურვა გავასწავლეს, ხო? ერთხელ ვისწავლეთ და მე გვინდა ვცურავთ, გვინდა არა, მაგრამ ცოდნა გვაქვს. აი ეს არის ფსიქონუტრიციოლოგია. ანუ ჩვენ შევიძეთ ამ შემთხვევაში ცოდნას და მართავს მე უკვე ამ გამოიყენებთ თუ არ გამოიყენებთ, ეს უკვე თქვენი არჩევანია, მაგრამ აუცილებლად გეცოდებათ რა ინდივიდუალური თავისებურებაა, რომელ პერიოდში, აი, შფოთვა იქ შეიძლება არის პერიოდები, როდესაც ისეთი გამოწვევაა, რომ საკვები საერთოდ არ გახსენდება, მაგრამ მე ბრუნდება აი ეს მგლური მადა. ან პირიქით რაღაც პერიოდი უაზროთ იკვებები და ემოციები გშია, ანუ რაღაცა ურთიერთობა გშია. აი, ეს არის ყველაფერი, როდესაც ალაგებ შენ სხეულთან ფსიქო სხეული და ეს სტრატეგია გაქვს, მაშინ უკვე ერთხელ და სამუდამოდ თეორია გადადის პრაქტიკაში. მე მესმის დროს რაღაცნაირად კომპლექსური საკითხია და ბევრი რამ გჭირდება იმისთვის რომ თქვათ რომ ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ შეგიძლიათ პრაქტიკული რჩევები მოგცეთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ შფოთვა, ძალიან ბევრჯერ ახსენეთ რაღაცა ფსიქოემოციური მდგომარეობა. მე სულ იმას ვამბობ, რომ ჩემთვის კვება არ არის კვება. ანუ მე არ ვიკვებები იმისთვის რომ შია და დღეს არაფერი არ მიჭამია, ვიკვებები იმისთვის რომ ნახო ბაბი, გაუზიარო ახოს ჩემი ემოცია და ეს შეკრება და თან კვება ჩემთვის არის მართლა ყველაფერი. ერთ-ერთი თერაპია. თუ კი თქვათ მომინდება რომ დავიკლო 5 კილო, არ აქვს მნიშვნელობა 3 კილო ან 20 კილო. ჩვენ აღარ უნდა გვნახოთ. ხო, აი ეს როგორ შეიძლება რომ აი ამ სტრესს ვებრძოლო, რომ აი ამ ადამიანებთან შეკრება მithumetes ყველა რომ მიირთმევს რაღაცა გემრიელ კერძს, მე უარი ვთქვა, აი მოტივაცია კი არა მგონია საკუთარი თავის რაღაცა დაიჭრა. ხა აღწერებ იმასაც ყოველ დღე ვისმენ და არა ერთხელ. ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის. იცით რაშია საქმე? ურთიერთობა არასოდეს არ უნდა გაწყდეს არც ერთ ეტაპზე. მკაცრ დიეტაზე იქნებით თუ რაღაც ინდივიდუალურ კვების მოდელზე. ურთიერთობა უნდა იყოს, უბრალოდ სწორი აქცენტები უნდა შეიტანოთ. ჩვენ საერთოდ არა მარტო ქართველებისთვის, მთელ მსოფლიოში კვება, სუფრა ეს არის ძირითადი ინსტინქტის, რასაც ვერ წავშლით. ამიტომ თუ თქვენ მაგალითად თქვენ მეგობრებთან ერთად უფრო ჯანსაღ კერძს აირჩევთ, ამით ხო არ ზარალდება თქვენი ურთიერთობა. მაგალითად ნამცხვარი ნაპოლეონის ნაცვლად რაღაც დაუშვათ ბლომანჟე, ან რამე შეუკვეთეთ, რომლითაც უკვე დაზოგეთ კალორიები, თქვენს მიირთვით, ანუ აქცენტები უნდა დეფიციტში უნდა ვიყოთ ამას გულისხმობთ. კალორიულ დეფიციტში უნდა იყოთ იმისთვის, რომ 5 კილოგრამი, 100 წონაზე 5 კილოგრამი დიდი გამოწვევა ახლა რო იყოს. ეს მართალია, ხო სწორი რაღაც ახსენეთ, რომ რაც უფრო დაბალი აქვს ადამიანს წონა, მისთვის უფრო რთულია დაკლება. რა თქმა უნდა. და რატო? თუ კი ის წონა ზედმეტია მაინც. იმიტომ რომ კალორიების თეორია კი ჩაბარდა წარსულს, ასე აღარავინ აღარ ეუბნება, რომ 1200, 1800 დღეს 21 საუკუნეში. მაგრამ მაინც კალორიების დეფიციტი თუ არ შეიქმნა,
5 კილოგრამს ვერ დაიკლებთ და თქვენ სულ სხვა კალორიების რაოდენობა გჭირდებათ რომ 5 კილოგრამი დაიკლოთ და ვინც 100 კილოგრამი და პლუსია იმას შეიძლება მხოლოდ ცოლმეულის შეზღუდვით მიწეთ. ეს მინდოდა მეკითხე, ნუცას თემას განვავრცობ, რომ მართალია ვეთანხმები იმაში, რომ ეს კვება არ არის მხოლოდ კვება, ეს არის ერთგვარი რიტუალი, მეგობრებთან ერთად საღამოს გასვლა, თერაპია თუნდაც. აი საქართველოში და ყველგან ძირითადად ფელი დღე დაკავებულები ვარ და საღამო არის ჩვენი დრო, ხო, სადაც შეგვიძლია გავიდე და ძირითადად საღამოს ხდება ყველაფერი. დაბადების დღე, წვეულება, ვახშამი გვიწევს ხშირად. აი ეს როგორ დავაფასოთ? მეორე დღეს როგორ გავაკეთოთ განტვირთვის და ცოტა კონკრეტულად როგორ შეჭოთ მაყურებელს. დღეს როგორ მოიქცეთ, რომ სავალალო შეგვიძლია. როდესაც მიდიხართ, თუ შესაძლებლობა გაქვთ სახლში თუ არა და იქ სადაც მიდიხართ. პირველად ვეძახდით ნახშირწყლების ბადეს. მიირთვით საკმაოდ კარგი პორცია ბოსტნეულის. თუ იქნება ეს ბოსტნეული მწვანე ფერის კიდე უკეთესი და შემდეგ სანამ ყველას მიესალმებით რაღაც მოიკითხავთ, დრო ხო გადის 15-20 წუთი. შემდეგ უკვე მიირთვით ის, რაც ყველაზე უფრო გეძახით. მაგალითად, მაგრამ იმის გამო რომ უკვე გაქვთ ეს ნახშირწყლოვანი უჯრედისით მდიდარი ბადე, შეწოვა იწყება ნელა და სწრაფად ნაყრდებით და საერთოდ ვერ შეამჩნევთ ისე შეჭამთ გარკვეულად ნაკლებს ვიდრე შეიძლება. ეს აუცილებელია რომ შევეხოთ ჯერ სტარტერი როგორც არის ყველგან, შემდეგ ცილა, ან ხორცი, ან თევზი, ან ცისნაწარმი და შემდეგ კიდე რაღაც იქ. დესერტი. ეს რეკომენდაცია არის ყველა კვების დროს გასათვალისწინებელი. დიახ, როდესაც იცით რომ დატვირთულია, შეიძლება ალკოჰოლიც იყოს და არ გინდათ რაღაცნაირად გადატვირთვა. ითამაშოთ ისეთი მე არ ჭამდა რაღაც ასეთი არაჯანსაღი რეაქცია, როცა ყველა მიირთმევს უხერხულია საერთოდ ჩვენი პოზით მივიდეთ, ხო? ამიტომ ცოტა მაინც ხო იქ ვიღაცა ზრუნავდა, მოამზადა, დავუფასოთ მასაჟი. დავუფასოთ უნდა. ქალბატონო ნატა, აი საღამოს რომ მივირთმევთ, როგორც თქვენ ჩამოთვალეთ, აი შემდეგ დილით როგორ უნდა გავაკეთოთ განტვირთვა, ან მეორე დღეს განტვირთვა თუ მოხდეს 12 საათიანი ღამის ინტერვალი თუ იქნება, ეს უკვე საკმარისია. ზოგს უყვარს 14, ზოგს 16. აქაც შემიძლია გთხოვოთ, რომ დაიწყოთ 12 საათიანი ღამის ინტერვალით. თუ მაგალითად თქვენთვის ეს კომფორტულია, მე ცოტა გაზარდოთ 9 საათი, ესეც კომფორტულია და რაღაც მომენტში დაიჭერთ, რომ უკვე დისკომფორტია. აი მაგალითად ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს 16 საათი. რას ნიშნავს ეს ინტერვალი? ანუ მიუხედავად იმისა, საღამოს რომელ საათზე მივირთვით ბოლო კვება? აი 6 იქნება 12, იქიდან 12 ყველა შემთხვევაში შედეგის მომტანია. 12 საათზე მივირთვით. იქიდან თუ გადაითვლის, საჩვენო შეიძლება სითხე აუცილებელია. აი დილის წყალი აუცილებელია. აი სითხესთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ზოგადად წყლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვების რუტინაში, ხო, ასე ვთქვათ. თქვენ ახსენეთ დილის წყალი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ, მაგრამ დღის განმავლობაში არსებობს ბევრი მითი თუ რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მივიღოთ აი 2 ლიტრი, 3 ლიტრი, 4, რაც უფრო მეტია, უფრო კარგია. აი ამ შემთხვევაში რა რეკომენდაციას გაუწევთ? ერთადერთი, როდესაც კვების რაციონი შეზღუდულია, ნაკლებმარილიანია, ნაკლები ნახშირწყლებია, აქ წყურია, ამიტომ მინიმუმ ლიტრანახევარი უნდა იყოს, რომ ჩვენი ორგანიზმი მარტო წონა ხო არ არის პრობლემა, არის კანი, თმა, ფრჩხილები, ნაღლის ბუშტი, კუჭნაწლავი, კუჭის მოქმედება, ეს ყველაფერი უნდა მივეხმაროთ. უჩვენება თუ აქვს ამას, აი მაგალითად რეცხავს თუ არა ორგანიზმი და შემდეგ საჭიროა თუ არა რომ კალიუმით შევავსოთ ორგანიზმი. ფიქრები იტვირთება ხო მაინც წყლის მიღების? არა, ეგ არის შარდმდენი, როცა დიეტაზე ვართ. წყალი საშიშია თუ ბევრი მწნილი მივირთვით, ბევრი ნახშირწყლები, მაშინ მეორე დილით შეშუპებულები ვიყვით. აი შეშუპებასთან დაკავშირებით მე როგორც ახლა მამაკაცების წარმომადგენელი აი ამ დისკუსიაში ხო აი სადღესასწაულო დღეები აღვნიშნეთ ჩვენ ძალიან გავრცელებული მითია რომ იმიტომ მოვიმატე რომ ბევრი დალევა მოგვიწია. აი ამ პროცესში ალკოჰოლის მიღება, ну განსაკუთრებით გვინდა ჩვენ შემთხვევაში ქართული რეალობიდან გამომდინარე, რა როლს თამაშობს და ნამდვილია თუ არა ამბავი რომ მარტო ღვინის გამო თორე მე ხო არ ვჭამ ხოცავსო ესეთი ხალხის გასაგონად გისვამთ ახლა. ანუ ალკოჰოლი ასუფებს თუ არა? ნაწილობრივ მართალია, იმიტომ რომ რაც უნდა კარგი სასმელი იყოს და რაც უნდა ტანინი მდიდარი, მაინც ალკოჰოლი კალორიებს შეიცავს. ამას გარდა მე
მე ამჯერა იმის რომ სასმელის შემდეგ საკვებს არ არ გეძახის საკვები, უბრალოდ გეძახის, მაგრამ არ გახსოვს. მეორე დილით მაინც გეძახის ის აღარ. ეხა იმ სუფრაზე დამსვა ეგ ფრაზები არის ხოლმე, ხო? ანუ ალკოჰოლი მართლა რეალურად არის წინაპირობა, რომ წონა მოვიმატო. როდესაც წონაში კლება გვინდა, ალკოჰოლზე დროებით უნდა ვთქვათ, უარი. სითხის შეკავებასაც ხო იწვევს, აი შეშუპებასაც ალკოჰოლი. შეშუპებას იწვევს, ლოწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ამას გარდა მადას ვერ ვაკონტროლებ, იმიტომ რომ ვაკონტროლებ როცა ფხიზა მდგომარეობაში ვარ და მე შეიძლება დავეხმაროთ იმ დროს, როდესაც ალკოჰოლს სითხე საერთოდ აი ახალი წლის დღეების შემდეგ პირველი რაც უნდა დავიწყოთ, ეგ არის სითხე და კარგად გამოვიცინოთ, იმიტომ რომ აი ეს უცილო ღამეები არის კატასტროფა, მადასაც ვერ ვაკონტროლებთ, როცა იმიტომ გვინდა გაღვიძება და სულ რაღაცა ხან ნახში წყალი გვინდა, ხან მარილიანი კერძი გვინდა, ამიტომ გამოვიცინოთ და მესამე კომპონენტია ფეხით აქტიურად ვიაროთ. ნუ გავიხსენოთ რომ სპორტულ დარბაზშიც რაღაც აბონემენტი გვაქვს. შემდეგ უკვე დავიწყოთ რაციონი. შორის მე მაქვს ხოლმე ესეთი შეგრძნება გარკვეული პერიოდულობით, რომ აი მთელი დღე გშია და ვერ ახერხებ დაანაკრებას. ეს ამას რა იწვევს? ეს სტრესია, ეს მუშაობის პროცესია თუ უსაქმურობა? აბსოლუტურად არ არის ფიზიოლოგიური შიმშილი, ეს არის რომ თქვენ რაღაც ემოციას, არ ვიცი, შეიძლება იყოს ბავშვობაში, დალექილი ქვეცნობიერში, არ ვიცი, როდის, ამიტომ კარგი ფსიქოთერაპიული გზებიც და შეიძლება ამ ემოციასთან ბმაშია ეს კვება და საერთოდ არ იყოს ფიზიოლოგიური და თქვენ უნდა გაიგოთ რა ემოციას აკავშირებთ საკვებთან და შემდეგ უკვე მართვა მარტივია. ქალბატონი ნატა ასევე მსმენია დიეტების სისხლის ჯგუფის მიხედვით. რამ ეს მითია თუ რეალობა? ჩემ ხმა ახალგაზრდობაში იყო ძალიან პოპულარი სხვათა შორის და ერთი სასაცილო ისტორია ვიცი იმ დროს ეს 4 წიგნი არის შოვნებოდა და ჩემმა მეგობარმა რომელსაც ჰქონდა მეორე ჯგუფის სისხლი იშოვდა მეოთხე ჯგუფის სისხლის და დაიცვა და idеალურად დაიგო უბრალოდ ავტორი რომელიც ექიმიც არისო ამერიკული ესე იგი მითია ხო შეადგინა არა როგორ არა ლეიკოციტები და რაღაცეები მაგრამ მარტო სისხლის ჯგუფი არ არის გადამწყვეტი ჩვენ მინიმუმ 22 ფაქტორი გვაქვს კიდე სისხლში ანუ სისხლიც ისეთივე ინდივიდუალურია ყოველი ადამიანის როგორც ჩვენ თვითონ აი ამიტომ მარტო სისხლის ჯგუფი ძალიან აი ამენია რომ აი მაგალითად ბოდიში შეგაწყვეტინე პამიდორი შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან სასარგებლოა მაგრამ ვიღაცას ასუხებს და აი ამ სისხლის შელტონზე საუბრობთ, ესეც ძალიან ცნობილი იყო და მივიწყებას მიეცა. ყველა ვინც ასეთი პოპულარული მოდელები შექმნა, რაღაც სიმართლის მარცვალიც არის, მაგრამ ძალიან გადამეტებული. აი მაგალითად მე კვები სისხლის ჯგუფს ვეკითხები, რა თქმა უნდა და რეზუსტაც, მაგრამ სხვა ინტერესი მაქვს და არა ის, რომ მე გადმოვიღო ეს 4 ტომი და რაღაცა კვების მოდელი და ჩემი შემდეგი კითხვა იქნება, თქვა არ გვინდა ვიყოთ დიეტაზე, არ გვჭირდება, მაგრამ გვინდა რომ ჯანსაღად ვიკვებოთ. აი რა რჩევას მისცემთ? ჯანსაღი კვება და დიეტა არის ტოლობის ნიშანი. უბრალოდ დიეტა არის გაცვეთილი სიტყვა და ძალიან ცუდად მოქმედებს. ანუ კლება არ გვჭირდება, მაგრამ გვინდა შევინარჩუნოთ კარგი ფორმა. აი ეგ არის ყველაზე გადამწყვეტი ყველა ადამიანისთვის. როდესაც გვინდა კარგი ფორმა შევინარჩუნოთ, როდესაც გვინდა ჩვენი ცხოვრების ხარისხი მაღალი იყოს, მაშინ ორგანიზმის მადლიერების სახით წონა თუ ზედმეტია გაუშვებს ამ ცხიმოვან ქსოვილს, თუ არის დეფიციტი დაბრუნდება, რაც გვჭირდება პროცენტულად. ამიტომა რომ აი დაბალანსებული ანუ ჯანსაღი კვება ოღონდ ინდივიდუალურია სამწუხაროდ. აი დღის განმავლობაში რა რაციონი, აი რა უნდა მივირთოთ, რაც არის აუცილებელი და ერთი კითხვა მაქვს კიდევ პურთან დაკავშირებით. აუცილებელი არის თუ არა, რომ დღის განმავლობაში პური საჭიროა. მაგრამ აუცილებელი არის თუ არა? მე მაგალითად ერთი მთლიანი ლავაში ამ შემთხვევაში რა ხდება? ჩემი ცხელი კარაკადია. თუ ამჩნევთ რომ პროდუქცია დამოკიდებული ხართ, სულეთია ეს სასარგებლოა თუ ნაკლებად სასარგებლო, ეს არ არის ფიზიოლოგიური შიმშილი. ამას რომ გააცნობიერებთ, მე თუ სურვილი გექნებათ, მისი მართვა მარტივია. თუ ორგანიზმი არ უნდა ჩავარდეს სტრესში, ხო, ამ სწორი კვების ხარგლებში როგორც ხვდებით.
უпростоრად დისტრესი არის ცუდი სტრესი, როდესაც მე მაგალითად ძალიან მინდა ეხლა რაღაცა სითხე და იმის გამო რომ ექიმმა ამიგზავნა არ სვავ. ეს არის უკვე რა იცით, აბსოლუტური დაპირისპირება ჩემი შინაგანი სამყაროს, ჩემი ფსიქოემოციური ფონის და ჩემივე სხეულის. მე ჩემს სხეულს კი არ ვეხმარები. კი არ ვალაპარაკი. ანუ არ უნდა ვუგრძალოთ ჩვენ, რაც მოგვესურვება, უნდა მივცეთ უბრალოდ თუ არის ზედმეტი, რომელსაც ამჩნევთ, ან თქვენი ოჯახის წევრი ამჩნევს, მაშინ უნდა გააცნობიეროთ, აი როგორც ბრძანა, რომ მთელი დღე მშია ერთი პური, ანუ ერთი პური ადამიანს, აი როგორ არის, არ ჭირდება, მაგრამ ეს არის ჩვევა. როდის დაიწყო ეს ჩვევა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გზები გამოვასწოროთ, აი ეს ჩვენი, აი ვიღაცას მზეს უმზირა, ვიღაცას შოკოლადი, ვიღაცას ვიღაცა ტკბილზე დამოკიდებული. ის არის რომ რაც ჩამოთვალეთ აღმოჩნდა რომ ყველაფერთან მწვანე ტოლობა დავსვინეს. ქალბატონო ნატა, სანამ დავიმშვიდობებით. გეც. სანამ დავიმშვიდობებით ჩვენს მაყურებელს რა რჩევას მისცემთ, აი როგორ უნდა იყვებონ ჯანსაღად. ჯანსაღად უნდა იყვებონ, როგორც იცით, უნდა გქონდეთ არა მარტო დასაწყისი გეგმა და საბოლოო მიზანი, არამედ შუა პერიოდის სტრატეგიად შეიმუშაონ. თუ ახერხებენ თავისით გადასარევი, თუ არა და ამისთვის დღეს საქართველოში ბევრი სხვადასხვა პროფესიონალი გვყავს და შეუძლიათ ერთხელ მიმართონ, შეისწავლონ თავიანთი ანამნეზი, როგორია მაგალითად D ვიტამინი, ქოლესტერინი და ასე შემდეგ და საკვები დანამატები აუცილებელია, უწევთ თუ არა თქვენ რეკომენდაციას. დანამატები აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ანალიზების პასუხების საფუძველზე შეამჩნევს ნაკლებობას და ჯერ პრეპარატი არ ჭირდება, მაგრამ პრევენციული მიზნით დაუნიშნავს. აი ესე ვიღაცა მეზობელმა გააკეთა და ანუ ყველა ვარიანტში უნდა მივმართოთ პროფესიონალს და პრეპარატია, უბრალოდ დავიცვათ და ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწიეთ და ძალიან კარგი რჩევები მოგვეცეთ, მე დავიმშვიდობები. ნამდვილად და ძალიან კარგია რომ ესეთი სპეციალისტები არსებობენ და შეგვიძლია მივმართოთ, ვიყვებოთ ჯანსაღად და ვიყოთ პროდუქტიულები. ძალიან დიდი მადლობა, მე დავიმშვიდობები ჩემს მაყურებელს, ნახვამდის. მადლობა თაკვაშენ, დიდი მადლობა თქვენ საინტერესო რჩევებისთვის.